მებით მეგობრებო, მინდა ჩვენი ჟაკეტის, კარდიგანის ქსოვა გავაგრძელოთ. მე წინა მხარე ერთი მხარე მოგსოვე, მეორე მხარე ერთად მოგსოვოთ. აი ესე შევკერე კიდევაც გვერდი, ესეთი ლამაზი ჯიბე გავუკეთე. ჩემს სახლიდან არ ვიღებ და ამიტომ კარგად ფერებში ვერ იღებს. კარგა ხანის სახში ვერ დავბრუნდები და არ ჩანს. ამიტომ მირჩევნიათ ვიდეო ჩავწერო მოგაწოდოთ. მაღლა გახსოვთ რომ მენისფერით და ჭკვიალა ძაფით დავამთავრე, მაგრამ რაღაც არ მომეწონა. ერთი მხარე ჩავშალე და ჩვეულებრივი თავისი ფერივე ძაფით გავაგრძელებ, ჭკვიალა ძაფები გავუგზავნა და ეს ლამაზი ხარი გამოგვივიდა. ეხლა მე წინა მხრის მარჯვენა მხარეთ მოგსოვე ცოტა აგიხსნით ეხლავე. ასე იგი 60 თვალი ავიღეთ, 2 წაღმა 2 უკმით ვქსოვთ 19 რიგი. 19 რიგი და თავში და ბოლოში როგორც პირველ ვიდეოში აგიხსენით, 3 წაღმით უნდა დაიწყოს და 3 წაღმით უნდა დამთავრდეს. შემდეგ ვაგრძელებთ კუთხბოლ გვერდზე, სადაც უნდა ჩავკეროთ აქედან 5 თვალი უნდა დავტოვოთ. 2 უკუმა და 3 წაღმა ბოლომდე უნდა ჩავიდეთ, 20 რიგი უნდა მოგსოვთ, აი ასე 2 უკუღმით და 3 წაღმით. მე კიდე მოგსოვე 20 სულ წაღმას, შემდეგ აი ასე სულ წაღმა უნდა გავაგრძელოთ 20 რიგის მერე, რეზინიდან 20 რიგის მერე, 20 რიგი მოგსოვე კიდე სულ წაღმა, რომ ჯიბე განახოთ როგორ უნდა მოგსოვოთ. დაახლოებით 1 მეტრის ძაფი მოვუწყვიტე მე. აი ასე 1 მეტრის ძაფი მოვუწყვიტე, ორივე მხარეს თითქმის 1 მანძილის ძაფი დავტოვოთ. და დავიწყოთ, თავში უნდა დარჩეს 10 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. მე-11 თვლიდან, აი ეგრე რეზინა დამთავრდა თუ არა მეგობრებო. ხედავთ რომ 2 ბრთა აქვს თვალს, ხო? გვერდზე შემდეგით მეორე თვლიდან, უკანა თვლიდან. ესე შევუყაროთ ჩვენი ძაფი და გამოვიღოთ ძაფი აი ასე. 25 თვალში. შემდეგ, აი კარგად ჩანდეს ესე გავხსნი. შემდეგ მეორე თვალის უკანა კედელში შევუყაროთ, გამოვიღოთ ძაფი. დაიც ესე სწორი არ არის. ესე მას ესე შემოვატრიალებ, თორე სწორი არ გამოდის. სწორედ რო იყოს ძაფი მეგობრებო, რომ ესე მოხოვული არ იყოს, თუ გაგვიჭირდება მერე. ცოტა თალხნად იმას ქენით, რომ თვლები უნდა ამოვიღოთ ამ ძაფზე მერე. ორივე მხარეს კარგად დიდი მანძილი დატოვეთ. შემდეგ მესამე თვალის უკანა თვალზე ისევ. ეს ჩვენ უკვე 3 თვალი ხედავთ, ძაფის თანაბარი ადგილი. მე-4 თვალის უკანა. გონი კარგად ჩანს ხო მეგობრებო? უკან თვალზე. ძალიან ბევრი ვიდეო დევს ისედაც, თუ გინდათ ლინკს დავტოვებ. ესეც 4. ესე ბოლომდე 25 თვალი უნდა ამოვიღოთ. მეორე თვალის მეორე თვალზე. აი ასე. 25 თვალი მეგობრებო, ესე ამოვგზავნოთ და დაგიბრუნდებით. გავაგრძელოთ მეგობრებო. რახანს ჭხირებით სახში დამჭა, ამოგსოვილიდან ესე დავამოკლებ ცოტა ჭხირებით ამოგსოვ. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი თვლები. აი ახლა შუაში ხედავთ. 1 თვალი ამოსწიეთ ძაფიდან. 1. შეგიძლიათ მე გაასწოროთ, არ არის პრობლემა. 2. პატარ-პატარა თვლები გააკეთეთ, რომ ლამაზი გამოვიდეს ჭიდრო. 3. ყველა თვალში აი ესეთი ზოლივით არის.
ესე ამოვგზავნოთ თვლები 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 და 25 ამ მარცხენა მხარეს დარჩენილ ძაფს მივაბათ საქსოვი ძაფი და შემდეგ უკანა მხრიდან უნდა გავაგრძელოთ მოქსოვა. ამოვგზავნეთ 25 თვალი. ეხლა უკანა მხრიდან ძაფი მივაბათ ამ ჩვენ ძაფს, ერთი მხარე დავტოვოთ. შეგვიძლია ამას გაკვერვის დროს ვიხმაროთ მერე. და დავიწყოთ უკანა თვლების მოქსოვით. უკუღმა ცოტა ძნელია თავი და მერე უკვე ადვილია. ცოტა ვიწრო თვლები, მაგრამ ვიწრო ჯობია, რომ ლამაზად ნასვრეტები არ დარჩეს მერე. ესე 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ეს დიდი ნასკვაკმერი გავალამაზებ, ლამაზად ჩავამატებ 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 და ესეც 25. ეს ძაფი, უკანა ძაფი გამოვქაჩოთ კარგა. სულ უნდა მოვგზავნოთ მეგობრებო 27 რიგი. მაგრამ მინდა რომ ესეც განახოთ თავში და ბოლოში ყველა უკანა მხრიდან. პირველ თვალს ჩვეულებრივად გვსვავთ ასე. ჩავიდეთ ბოლომდე 3 ლამაზი გვერდები რომ გამოგვივიდეს, ჯიბე ლამაზი რომ გამოგვივიდეს, ჩავიდეთ ესე ბოლომდე. ბოლომდე ასე ჩავიდეთ. ყველა რიგის დასრულებამდე, როგორც თავშიგან რეზინთან განახეთ და დასასრული, აქაც ესე უნდა გავაკეთოთ. ბოლო თვალს წინ ვაგდებთ ძაფს, ბოლო თვალს ეგრევე ვიღებთ. როცა მოვტრიალდებით, ჩვეულებრივად მოვგზავნოთ ეს თვალიც. აი ესე გავუყაროთ წინა მხრიდან წაღმასავით, წაღმა თვალით და დანარჩენი უკუღმათ. ბოლოშიც ასე. მოვგზავნოთ 27 რიგი და დაგიბრუნდებით. მოვჩი მე 27 რიგი ჯიბისა. ეხლა ჭვიალა ძაფები უნდა შევურიოთ
ჩვენს ძაფს. ძაფს არ ვწვით, იგივე ძაფით ვაგრძელებთ, ცოტა მაღლა ავწიო. ასე. ესე. წინა მხრიდან გვხსოვთ, სულ უკუღმა უნდა მოვხსოვოთ. 1 პირველი თვალიდან უკუღმით დავიწყე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 და 20 21 1 22 23 24 ბოლო თვალი ისე გადავიტანოთ. უკანა მხარეს სულ წაღმა მოგხსოვოთ, წინა მხარეს ისე უკუღმა, სულ 3 რიგი უნდა გავაკეთოთ. ისე რომ წინა მხარეს სულ უკუღმა 3 რიგი უკუღმა მხარე დაემთხოს. მოგხსოვოთ და შევხვდეთ შემდეგ. მეგობრებო, მოგხსოვეთ 3 რიგი ჭრიალებით. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ძაფები არა, ჩვეულებრივ 3 უკუღმა მოგხსოვოთ, ჩვეულებრივ იგივე ძაფით. გავაგრძელოთ შემდეგ ის უკანა მხრიდან ქსოვა, პირველ თვალი გადავიტანოთ, მეორე თვალი 2 წაღმა, ჩვეულებრივი ძაფით 2 უკუღმა. ისე რომ თავს წინა მხარეს უნდა იწყებოდეს 2 უკუღმით და 2 წაღმით. ორი წაღმა, 2 უკუღმა. 2 წაღმა, 2 უკუღმა. 5 რიგს მოგხსოვთ მეგობრებო რეზინას 2 წაღმა, 2 უკუღმას. ბოლო თვალი ეგრევე გადავიტანოთ. 5 რიგი მოგხსოვოთ, ჩავამთავროთ და განახევთ მერე როგორ უნდა შევკეროთ ჯიბე წინა მხარესთან. პრობლემა ხა უნდა განახოთ ჯიბის გაკერვა. მოგხსოვეთ ჯიბე, წინა ვიდეოზე განახეთ. ესე მივატოლოთ, მე 37 რიგზე ჩავამაგრე. ესე ჩავამაგრე. და გვერდებზე, რომელ ზოლზეც უნდა მიაკეროთ ჯიბე, აუცილებლად ქინძის თავებით მონიშნეთ, რომ რიგიდან არ გადახვიდეთ და ესე ლამაზი მიკერილი ჯიბე გამოგივიდეთ სულ ყველას. ეხლა განახებთ როგორ ვკერავ მე ამას. 1 თვალი კედლის მხრიდან, 1 თვალი ჯიბიდან. აი ხედავთ ხო? ყოველ თვალს შორის აი ესე მაქვს მე ქინძის თავებით მონიშნული რიგიდან არ გადავიდე, მეც მომდის ხოლმე მასე. აი შეხედეთ, ყველა თვალს შორის არის აი ასეთი ძაფი. ამ ძაფში უყრით 1 ძალიან არ დაჭიმოთ, ხელით აკონტროლეთ. აი ხა შეხედეთ ჯიბის მხრიდან თვალის ბოლოში, აი ხომ ხედავთ? თვალსა და თვალშუა არის აი ესეთი ზოლი აქაც.
აქ ამოუყრით. აი ასე. თან ხელით ვასწოროთ. ეხლა კედლის მხრიდან. აი ასე. აი ასე. ეხლა ჯიბის მხრიდან ყველა სხვადასხვანაირი ხელი გვაქვს, ყველა ზოგი მჭიდროდ გსოვს, ზოგი თალხნად გსოვს. მე 37 რიგზე ჩავამაგრე ჩემი ჯიბე. აი ეს ნახით, თუ გინდათ მიაკერეთ მაღალიდან, მაგრამ საერთოდ ჯობია რომ დაბლიდანვე გაკეროთ. ისევ მოვედი აქ, ისევ კედლის მხარეს, აი ასე. ამოვკევსოთ, ისევ ჯიბის მხარეს, ბოლო თვლების, აი შეხედეთ, ბოლო თვლების გადაჯვარედინებაზე, აი ასე. ესე გავკეროთ ორივე მხარეს და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, მოგხსოვეთ, ჯიბეც მივაკერეთ, 60 თვალი, 80 რიგი უნდა მოგხსოვოთ. 80 რიგი. მე 80 რიგიდან, ეხლა მე რახანს მარჯვენა მხარეს ვგსოვ. აქ უნდა დავიწყოთ ჩაკლება უკვე. მარცხენა მხარეს ესე ჩაკლება ესე გავაკეთეთ, განახოთ. ესე ყოველ 5 რიგზე ესე ლამაზი ჩაკლება გამოგვივიდა. ყოველ 5 რიგზე ვაკლებდი თვლებს მარჯვნიდან მარცხნივ ორ თვალს ერთად ვიღებდით. ეხლა მარჯვენა მხარეს ჟაკეტისა მარცხნიდან უნდა ამოვიყვანოთ ორი თითი ჩავაკლოთ. ეხლავე განახებთ. ყოველ დასაწყისში 3 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 3 თვალია, ხო? 1 2 3. 3 თვალი მოგხსოვოთ. აი ასე. პირველი თვალი გადავიღოთ, მოგხსოვლად 2 და 3. 3 თვალი მოგხსოვეთ, ყოველ ჩაკლებაზე წინ 3 თვალს მოგხსოვთ. 3 თვალი მოგხსოვეთ, ეხლა თვლები გავასწოროთ. ვინც როგორც გსოვთ, თვლები უნდა იყოს მარცხენა მხარეს 2 თვალი მარცხენა მხარეს უნდა იყურებოდეს. აი ასეთი უნდა იყოს. უყრით უკანა თვლიდან და 2 თვალს ერთად გსოვთ. ასეთ მდგომარე ყოველ მეხუთე რიგში 2 თვალი, 1 თვალი უნდა ჩავაკლოთ. 2 თვალი ერთად მარცხენა მხრიდან. ბოლომდე ასე მოგხსოვოთ. უკანაც ასე 5 რიგი მოგხსოვოთ და დაგიბრუნდებით. მე 90 რიგზე, მეგობრებო, უკვე იღლიაც უნდა ამოვიყვანოთ. მოგხსოვოთ 5 რიგი და დაგიბრუნდებით. 4 რიგი მოგხსოვე, მეგობრებო, მე 5 რიგზე ვართ. 3 თვალი მოგხსოვოთ, პირველი გადავიტანოთ, 2 3. 2 თვალი უნდა იყურებოდეს მარცხენა მხარეს, შემოვატრიალოთ 2 თვალი აი ასე და უკანა თვლიდან 2 ერთად მოგხსოვოთ. მეორე თვალი ჩავაკელით. ყოველ 5 რიგში უნდა ჩავაკლოთ თვლები. მოგხსოვოთ ასე ბოლომდე. კიდე მესამე უკვე ასე მე რამდენი რიგში ვართ ახლა 80, 95 რიგზე ვართ. 90 რიგზე რომ მივალთ, გავაკეთოთ კიდე ჩაკლება თავშიც და იღლიაშიც. მეგობრებო, მე შემეშალა, როდის უნდა ჩავაკლოთ. ეხლავე აკეთეთ, თქვათ ეხლა ჩავაკელით, ხო? მოვუტრიალდებით უკან მხარეს 1 რიგი, წინა მხარეს 2 რიგი, მე უკანა მხარეს მესამე რიგი, მეოთხე წინა მხარეს უნდა ჩავაკლოთ, მეგობრებო. გადათვლის დროს რიგებს სწორად ვერ გამასვქენი. ეხლა ვართ წინა მხარეს მეოთხე რიგზე, მოგხსოვოთ ისევ 3 თვალი.
შემოვატრიალოთ 2 თვალი და 2 ერთად მოვგზავნოთ. ესე მოვგზავნოთ ბოლომდე. ეხლა მე ვარ 99 რიგზე. 99 რიგით ჩავათავოთ და უკან რომ მოვტრიალდებით, იღლიები ამოვიყვანოთ, განახებთ ეხლავე. 99 რიგზე ვართ, ეხლა ჩავაკლოთ მეგობრებო 5 თვალი. ერთი თვალი გადავიღოთ, მეორე მოვგზავნოთ, წინა თვალი მეორეზე გადავიტანოთ. 2 თვალი ჩავაკერით. მესამე მოვგზავნოთ, წინა თვალი მესამე თვალზე გადავიტანოთ. მეოთხე მოვგზავნოთ, წინა თვალი გადმოვიტანოთ მეოთხე თვალზე და ბოლო თვალი მეხუთე ჩავაკლოთ. ეხლა ვართ 90 რიგზე. ესე ყოველ მეოთხე რიგზე უნდა ჩავაკლოთ წინა მხარეს. იღლიებთან მოვჭით საქმეს, სუსტწორე უნდა მოვგზავნოთ მარტო წინა მხარეს, გულის მხარეს, სადაც უნდა ამოღებული უნდა იყოს. ყოველ მეოთხე რიგში უნდა ჩავაკლოთ 1 თვალი. სულ უნდა მოვგზავნოთ, მეგობრებო, სულ უნდა მოვგზავნოთ 159 რიგი. აქამდე რომ მოვალთ, დაგიბრუნდებით მერე. უნდა ჩავაკლოთ სულ 34 თვალი უნდა დაგვრჩეს აქ, მეგობრებო, 34 თვალი. მოვგზავნოთ ბოლომდე და დაგიბრუნდებით ამის გაკერვასაც გასწავლით. მეგობრებო, უკანა მხარესაც არა გვაქვს ჩამთავრებული, კარგად იცით, ძაბზე ავაგე უკანა მხარე, წინა მხარეც, აი ესე დავადოთ ერთმანეთს, რომ ძაფით და ნევსით კარგად ამოვკემსოთ ხრები. აქეთ ხარის გვაქვს ძაფი, იქით ხარის თვალზე შევუყაროთ და ამოვკეროთ, ძაფი ამოვკეროთ ესე. ეხლა აქეთა თვალზე. ხან ერთ თვალიდან ავიღოთ, ხან მეორე თვალიდან. ეხლა მე 2 ავიღე, 2 თვალი ერთად ამოვკეროთ. 1 თვალი ავიღე. ახლა მეორე თვალი, 2 ერთად ამოვკემსოთ. 1 თვალი, მეორე თვალი ავამკებსოთ. ესე ჩავიდეთ ბოლომდე. ჩავიდეთ და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, მივახლოვდით დასასრულს უკვე ჩვენი ჟაკეტისა. სრუნთლიანად რეზინი წაღმა უკუღმიდან, რეზინიდან არა, 159 რიგი მოვგზავნეთ სულ. ჩავაკელით თვლები, დავიყვანეთ 34 თვლამდე. ეხლა ბოლო 160 რიგზე ვარ და ჭყვიალა ძაფით უნდა შევურიოთ. თქვენ თუ არ აქვთ ესეთი ძაფი, შეგიძლიათ ჩვეულებრივ ამავე ძაფით გააგრძელოთ. ან კიდე სულ წაღმა უკუღმით დაამთავროთ ჩვეულებრივად და გაგეროთ. მე 160 რიგია, უკანა მხარეს ვარ და სულ წაღმები უნდა მოვგზავნოთ. 34 რიგი, 34 თვალი. თუ მოგწონთ მეგობრებო ჩემი ნამუშევრები, ეხლა ახალ თოჯინის ვიდეო უნდა დავდო, რომელი თოჯინაც გინდათ, ან ჟაკეტი მოგსოვა გინდათ, მომწერეთ, სურათი გამომიგზავნეთ, ჩაგიწერავთ ვიდეოს, დავდებთ YouTube-ზე, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ, რომ უფრო მეტი და მეტი ვიდეოები და კარგი ბევრი რამე ის შეისწავლოთ. ჩავიდეთ 34 თვალი უკან წაღმები სულ, უკანა მხარეს. სულ 3 რიგი უნდა მოვგზავნოთ. 3-ვე რიგი სულ წაღმები უნდა მოვგზავნოთ. 1 2 3 კი. 3-ვე რიგი სულ წაღმები უნდა მოვგზავნოთ. 1 რიგი ჩავამთავრეთ.
171 რიგზე ვართ. წინა მხარესაც სულ წაღმები მოგხსოვოთ. უკანა თვლებია, მაგრამ წაღმები უნდა მოგხსოვოთ. აი ასე. 3 რიგი მოგხსოვოთ და გასწავლით შეკერვასაც დავამთავროთ ჩვენი მარჯვენა მხარეც. შემდეგ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა შემოვაგზავნოთ საყელო.